მადლობა ღმერთს შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიდგეთ მის წინაშე, რომ ვემსახუროთ უფალ ღმერთს. შეგვიძლია მოვიტანოთ მის წინაშე მსხვერპლები, მისთვის სათნო. ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვერპლი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ღვთის წინაშე მოვიტანოთ, ეს არ არის ფინანსი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მსხვერპლი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ მის წინაშე მოვიტანოთ, ეს არის ქებადიდბესა თაყვანისცემის მსხვერპლი. წმინდა მოციქული პავლე ამას ეძახის ჩვენ აღმსარებელ ბაგეთან აყოფს. დიდება უფალს. ჩვენ შეგვიძლია ღვთის წინაშე გამოვხატოთ ჩვენი მისდამი დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ბევრი სწავლა გვჭირდება ამ სფეროში. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ჩვენს თაყვანისცემას ან მუსიკას ვადრით, ან სხვა რაღაცას. თაყვანისცემა ეს არის ჩვენი მისდამი დამოკიდებულების გამოხატულება. სიტყვა თაყვანისცემა მოდის ძველ ქართული სიტყვიდან და თავყანისცემიდან მოდის. ეს რას ნიშნავს? ყანა ერქვა ადრე მიწას ეძახდნენ. სიტყვა ქვეყანა ეს არის მიწა, რომელიც ღმერთმა მოგცა. და თავყანისცემა ეს ნიშნავდა ღვთის წინაშე დადგომას, ანუ მოხრას, დახრას მის წინაშე, როცა თავს მიწაზედებდნენ ადამიანები და ასე გამოხატავდნენ ღვთის წინაშე დამოკიდებულებას. იცი, ხშირად მე ვაკვირდები ადამიანებს და ჩვენ ხშირად საქმე უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ვიდრე ღმერთთან ჩვენი დამოკიდებულების გამოხატულება და ინსცენირება. ღმერთს უნდა წმინდა წერილი ამბობს, რომ ღმერთი თაყვანისცემას არ ეძებს. ღმერთი არ არის ესეთი, ჩვენი უფალი არ არის პატივმოყვარე, რომ ის თაყვანისცემას ეძებდეს, ის თაყვანისმცემლებს ეძებს. იმიტომ რომ თაყვანისმცემელი შეყვარებულია, თაყვანისმცემელი აღფრთოვანებულია, თაყვანისმცემელი, იცი, შეუძლებელია თაყვანისმცემლის როლი ითამაშო. თაყვანისცემა, იცი, ღვთის წინაშე დგომა და ღმერთი ცნობს თაყვანისმცემლებს. და წმინდა წერილი ამბობს, მე მინდა შეგახსენოთ ეს, რომელი მამა არის ისეთიო, რომ შვილმა პური თხოვოს და იმან ქვა მისცეს. რომელი მამა არის ისეთი, რომ შვილმა პური თხოვოს და იმან გველი ან მორიელი მისცეს. და ღმერთი ამბობს, თუ თქვენ ბოროტეულებმა იცით კეთილთა მისაცემელი, რაოდენ დიდია თქვენი ზეციერი მამა თქვენზეო. ეს რატომ მოვიყვანე ეს მუხლი? თუ ჩვენ ვაფიქსირებთ ხოლმე ატმოსფეროს და ვგრძნობთ ატმოსფეროს, მიუხედავად იმისა, რომ გიღიმიან და გეუნებიან, როგორ გაგვიხარდა შენი მოსვლა, მაგრამ გრძნობ, რომ ზედმეტი ხარ ეგ. გრძნობ, რომ არასასურველი სტუმარი ხარ ეგ. თუ ჩვენ გრძნობთ ამას, თქვენ როგორ ფიქრობთ, ღმერთი ვერ გრძნობს? იცი, ხშირად თუ ზეცა არ ჩამოიქცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი გვეთანხმება. თუ ღმერთი წმინდა წერილი ამბობს ამას, თუ მე დავდუმდი, არ ნიშნავს, რომ გეთანხმები. ხშირად ღმერთის დუმილი თანხმობას არ ნიშნავს. დუმილი უყურთვის არ არის თანხმობის ნიშანი. გასაგებია? თუ ზეც კიდე ერთხელ გავიმეორებ, თუ ზეც არ ჩამოიქცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი კმაყოფილი იყო შენით. ან და ღმერთი ვერ მიხვდა, ან და გაგივიდა. ჩაიარა ყველაფერმა. ჩვენ ხშირად ასე ვიქცევით სამწუხაროდ. თუ არავინ არ გაიგო და თუ რაღაც არ გახმაურდა, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. მაგრამ ერთი რამე იცოდეთ. ღმერთმა იცის ყველაფერი და ღმერთი ხედავს ყველაფერს. თაყვანისცემა ეს არის მდგომარეობა, როცა ღვთის წინაშე შიშვლდები. როცა არაფერი დაფარული აღარ არის. როცა არანაირი ნიღაბი აღარ არსებობს. გასაგებია? როცა ყველანაირი ნიღაბი მოხსნილია, როცა განიარაღებული ხარ, როცა დგები მის წინაშე, როცა ხელებს აღაპყრობ. იმიტომ რომ ხშირად შეიძლება ყველაფერი გააჩერო, უბრალოდ შენი გულის გადმოღვრა დაიწყო მის წინაშე. ანა უბრალოდ იდგა ხმასაც კი ვერ იღებდა, ის იმ ტალღაზე იყო. ის ხმასაც კი ვერ იღებდა. უბრალოდ ცრემლად იღვრებოდა მის წინაშე. უბრალოდ მთელ გულს გადმოსცემდა, მთელ სულს ღვრიდა მის წინაშე. ადამიანებმა ვერ გაიგეს რას აკეთებდა. ხო გახსოვთ? ვინ მღვდელმაც ვერ გაიგო. მღვდელ მთავარმა ვერ გაიგო. ეს მღვდელი უბრალო მღვდელი არ იყო, სამუელის აღმზრდელი იყო, ხო გახსოვთ?
მღვდელი ელი იყო ეს. მან სამუელი გაზარდა, ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი. მივიდა და უთხრა, ქალო, რას დამდგარ ხარ აქ, მთვრალი. სახლი არ გაქვს, რო წახვიდე და დალიო? ისე უნდა მე ჩემს სულს ღური ღვთის წინაშე. შენ ვერ გაიგებ ამას. იმიტომ რომ შენ იმ ტალღაზე არ ახარ. იქ უნდა იყო რომ ამას მიხვდე. დიდება უფალს. ზუსტად მაშინ დაიბადა ამ ლოცვის მერე დაიბადა ჩაისახა სამუელი. ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი. ერთხელ პასტორ ალექსეი ლიძიევმა ერთი პროექტი გააკეთა და ესეც სათაური ერქვა. Я ухожу в глубины Божьи. მე მივდივარ ღმერთის სიღრმეებში. ღმერთს უნდა რომ მას სიღრმეებში გაყვე. ღმერთს უნდა რომ გაყვე მას, უბრალოდ მის აზრებს გაყვე, მისი აზრები დაიჭირო, მისი ფიქრები დაიჭირო. ერთი ლოცვა, რომელსაც ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვლოცულობ, ეს არის ღმერთო, მომეცი ძალა შენი იმპულსების დაფიქსირების. და ღმერთი ამას თუ გინდა გაიგო, იყავი ყურადღებიანი რომ ტალღა დაიჭირო. იყავი ყურადღებიანი რომ იმ ტალღაზე დაჯდე. გასაგებია? ამიტომ ელია როცა ეძებდა ღმერთის სიტყვას. მე არ ვიცი ამ თემაზე არ ვაპირებ დღეს ლაპარაკს, მაგრამ ძალიან აღძურას გრძნობს სულში. ელია როცა ეძებდა ღმერთის ნებას, გრიგალმა ჩამოიარა, არ იყო იქ ღმერთი, ცეცხლმა ჩამოიარა, არ იყო იქ ღმერთი, მიწის ზურამ არ იყო იქ ღმერთი. ჩქამში იყო ღმერთი. ზოგიერთ თარგმანი ამბობს, ნაზსიოში იყო ღმერთი. ეს იმდენად ნაზი არის, რომ ხშირად ყველაფერი უნდა გათიშო და ყველაფერი უნდა გააჩერო, რომ ის დაიჭირო. იქ არ მოქმედებს შენი პროგრამები, პუნქტი, პირველი პუნქტი, მეორე პუნქტი, მესამე. ასე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს, ასე არის ეს. ყველაფერი ისე არის, როგორც მას უნდა. და არა ისე, როგორც შენ დაგეგმე. და არა ისე, როგორც შენ შეხედე. იცი ხშირად ჩვენი პრობლემა რა არის? ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ღმერთია ასეთი. ნაცვლად იმისა, მას შევხედოთ და გავიგოთ მას რა უნდა იმ დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში. იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავისი შეხედულები და თავისი წარმოსახვით მიდიოდნენ. ხო იცით ასეთები ვინ იყვნენ? ერთ-ერთი პეტრე იყო. პეტრე, როცა ღმერთი ეუნება, დაკალი და ჭამე კორნელიუსის სახლში, კორნელიუსის სახლამდე. სანამ კორნელიუსის სახლში წავიდოდა, როცა მოშივდა, ზედა ბანზე იყო შენობის, მოდი ესე ვთქვა, სახურავზე, ბანს ამას ეძახიან. და მოშივდა. და აქ ხილვა, ჩამოდის ზეციდან დიდი ტილოს მსგავსი ჭურჭელი და ყველა ცხოველი და ფრინველიაში, წმინდაც და არაწმინდაც. ხო იცით რომ ისრაელის ცხოვრებაში იყო რაღაც ცხოველები, რომლის ჭამა არ შეიძლებოდა. და ამ ჭურჭელში ყველანაირი ცხოველი იყო და ღმერთი ესმის ხმა დაკალი და ჭამე. პეტრე, როგორ იქცევა? როგორ ჩვენ თქვი უფალი? იცის რომ ეს უფალია. განა არ იცის რომ ეს უფალია? იცის. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმდენად დიდი არის მისი წარმოსახვა. ის ამბობს, უფალო არასოდეს უწმინდური არ მიჭამია, რას მეუბნები? ამას როგორ გავაკეთებ? სამჯერ განმეორდა ეს. ღმერთი ეუბნება დაკალი და ჭამე. არა უფალო, რას ამბობ? გეშლება შენ ღმერთო რაღაცა. გეშლება. შენ ხო იცი რომ მე წმინდა კაცი ვარ. შენ ხო იცი რომ მე არაფერი უწმინდური არ მიჭამია. ღმერთი ეუბნება არაფერია უწმინდური, რაც ღმერთმა განწმინდა. ჩვენ ხშირად ასეთ კატეგორიებად ვალაგებთ ხოლმე ხალხს. იცი რამდენჯერ მომისმენი ეგ ურწმუნოა? საკითხავი ის არის, ვინ არის ურწმუნო? ჩვენ ასე ვეძახით ხშირად ადამიანებს. ეგ ურწმუნოა, მაგრამ საკითხავი ის არის, ვინ არის ურწმუნო? მე ეხლა გამახსენდა უბრალოდ პასტორი ალექსეი ლიძიევი რო ამოწმებდა შამანზე. მე რო უთხარი ხელი ჩამოვართვი. თქვენ მიმძანდებითო და მეთხრა რომ მე შამანი ვარო. გამიკვირდა. აქ რა გინდა ვთხარი. და მან ტირილი დაიწყო და მეთხრა ადამიანი არ არის ბიოლოგიური არსება მარტო, ადამიანის სულიერი არსება არის. და ის რომ ადამიანის სული ცოცხალია, ეს ნიშნავს რომ მას შეუძლია უყვარდეს. და თუ სიყვარული დაკარგა, ის უკვე და მე სიყვარულს კარგავდიო. და მოვედი აქ თქვენთანო იმდენად დიდი არის სულიერი ენერგია. მოვედი აქ რომ უბრალოდ გავთბეო, უბრალოდ ეს მივიღო, უბრალოდ ეს დავიბრუნო. ამით ავივსო ისე, რო კვლავ შევძლო სიყვარული, რო კვლავ მიყვარდეს. დიდება უფალს. იცი როცა ღმერთს თაყვანს სცემ,
იცი, კი აღარ ქადაგებ, უბრალოდ არ ხიხდები, გამტარიხდები. გრძნობ ღმერთის სულის თანდასწრებას, მისი ხმა გესმის, გრძნობ ამას. იცი, ქრისტეცენტრიზმი ეს არის უმთავრესი თეზისი ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფრის ცენტრში ქრისტე უნდა იყოს. ქრისტე არის ყველაფერი. ყოველივე მისაგან, ყოველივე მის მიერ და ყველაფერი უნდა იყოს მისკენ. ქრისტეცენტრიზმი. ეკლესიაში ქრისტეცენტრიზმი ეს არის ყველაფრის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე. მისი სახელია ეს. მას თეზოზე ეწერაო ახალი სახელი, უფალთა უფალი და მეფეთა მეფე. დიდება უფალს. ის ამბობს, რომ შეიძლება მრავალი უფალი არის დედამიწაზე, შეიძლება მრავალი ბატონია დედამიწაზე, მაგრამ ის ყველაზე მათი უფალია, მათს განაგებს. იცი, ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, რომ ეშმაკი, იცი, ეშმაკს არაფრის ქმნა არ შეუძლია ჩვენ ცხოვრებაში. მე ერთი რამე მინდა ვისწავლოთ, რომ ის თუ უფალია და ის თუ მეფეთა მეფეა, ჩემი დამოკიდებულება მის წინაშე როგორი უნდა იყოს? ის უნდა იყოს ყველაფერი. ხშირად მიდის მსჯელობა, მე ვისმენდი ამას, რომელ ადგილზე უნდა იყოს ღმერთი შენ ცხოვრებაში. რომელ ადგილზე, ზოგადად პირველ ადგილზე, მეორე მრა დააშავა. ყველაფერი ღმერთისაა. აი, ცოლი თუ ღმერთი. ღმერთმა იცის ჩემი ცოლიც და ღმერთისგან მყავს ის მე ჩემ ცხოვრებაში. და ის რო ჩემთან არის, ესეც ღმერთის მადლი არის. გასაგებია? როცა მას საჭიროება აქვს და მის საჭიროებაზე გადავერთვები, ესეც კი ღმერთიდან გამომდინარეობს. ყველაფერი ღმერთისგან არის. ერთი რამე უნდა იცოდე. წმინდა წერილი ამბობს, არ გაიკეთო კერპიო. არ დაიწყო რამის ან ვინმეს ჩანაცვლება. არ მოაკლდე ღმერთს და არ გადაერთო ვიღაცაზე. ზოგს გონია ღმერთთან დამოკიდებულება ფანატიზმი არა, იცი? თუ შენ შეგიძლია სიყვარული, ღმერთს შენზე მეტი შეუძლია. დიდება უფალს. ასე რომ ქრისტეცენტრიზმი, მეგობრებო, ეს არის ფუნდამენტი, ღერძი ყველაფრის ეკლესიაში, რაზეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. ბოლო თემები, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, მე უბრალოდ გაგახსენებთ. ბოლო ორი მსახურება მე ვილაპარაკე ძალაუფლებასთან დამოკიდებულებას. მე ლოცვით მსახურებაზეც ვამბობდი დილას და კიდე ერთხელ გავიმეორებ. ეს არ არის მოსასმენი თემა. ეს სამეცადინო თემა. ეს არ უნდა წაიკითხო. ეს არც უნდა მოისმინო. ამაზე უნდა იმუშაო. ამაზე უნდა აიყვანო შენი თავი და დაუსვა ბევრი კითხვები. ხშირად ჩაიხედო სარკეში და შეეკითხო შენ თავს. მე ხშირად ჩამიხედია სარკეში და მიკითხავს, შენ საერთოდ ღმერთის გწამს? ეკლესიაში დავდივარ, კაცო, 32 წელია ღმერთის მსახური ვარ, რას ქვია? აბა რა მწამს? აბა როგორ? განა არ გწამს? იმ უტყვისული შეპრობილის მამასაც წამდა. მწამს? უშველე ჩემს ურწმუნოებას. თუ გწამს, რაღა ურწმუნოება გჭირს. კი მწამს, მაგრამ საქმეებში ჩანს, რომ რაღაც ისე არ მწამს. რაღაც ისე არ არის. იაკობი ამბობს, განა ამ რწმენას შეუძლია მისი გადარჩენა. იმიტომ რომ არის რწმენა, რომელიც არაფერს არ აკეთებს. ფანტაზია, ილუზია, მეტი არაფერი. წამს. თუმცა ეს რწმენა არ მოქმედებს. წამს. თუმცა ეს არაფერს არ ცვლის, არაფერი ამით არ იცვლება. გასაგებია? იგივე არის, წამს. და თემა, რასაც ახლა მე ვეხები, ეს არის ძალაუფლებასთან დამოკიდებულება. განა არ ვიცი. ეს ზეპირად ვიცი. მოსმენილი მაქვს. საკმარისი არ არის, რომ იცი. თავარია გააკეთო. გასაგებია, რომ იცი, შეიძლება იცოდე, რომ ეხლა აქ უნდა დაამუხრუჭო და არ დაამუხრუჭო. რა მნიშვნელობა აქვს, იცი თუ არ იცი? და რო არ დაამუხრუჭე და შეჯახება მოხდა. კი იცოდი, რომ უნდა დაგიმუხრუჭებია, მაგრამ არ დაამუხრუჭე. ხშირად ჩვენ ვამბობთ ამას, ვიცი. ეგ არაფერს არ ნიშნავს, რომ იცი. თავარი ის არის, როგორ აკეთებ. განა არ ვიცი ძალაუფლებისა და მორჩილების თემა. განა არ მისწავლია, საზეპიროებიც ვიცი. ნებისმიერი თქვენთაგანი რო შეგეკითხოთ ახლა რომაელების მეხუთე 13 თავის პირველი მეხუთე მუხლები ყველა მიცის. ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას. ვიცი. მაგრამ საქმეში ეს არის ისეთი რაღაც. განა
განა ზეცა ჩამოიქცევა. ბარნაბა რო ამდგარიყო, უბრალოდ აი ცოტა შეგახსენებთ ამას. ხო წერია მოციქულთა საქმეში ანანია და საფირა რითიც სტუნდნენ, რაც იყო მათთვის შებრკოლების ლოდი, ეს ბარნაბას საქმეები იყო. ბარნაბამ გაყიდა სახლი ჰქონდა. გაყიდა. ცუდი იქნებოდა რო ამდგარიყო და აიღო და დაერიგებინა. ეს მამაკაცთა დამსახურებას, საკვირაო სკოლას, ეს გუნდს, ეს ტექნიკას, ეს მშენებლობას, ეს ბანაკებს და ასე შემდეგ. ცუდი იქნებოდა? განა არ შეეძლო, ის ვინც ქონების დაგროვება შეძლო, მის განკარგვას ვეღარ შეძლებდა? აი, მე გეკითხებით, ეს დანაშაული იქნებოდა? თქვენ ვინ მსჯელოთ ხოლმე? მოდი ანალიზის გავაკეთოთ წმინდა წერილის. დანაშაული იქნებოდა ეს ბარნაბას მხრიდან? მე გეტყვით, ეს დიდი უხეშობა იქნებოდა. ეს იქნებოდა იმ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელიც მას არ ეკუთვნის და არ თხოვს. გასაგებია? ამიტომ ბარნაბამ რა გააკეთა? ღმერთო, მე შენ ავტორიტეტს ვაღიარებ. მე შენ ძალაუფლებას ვაღიარებ. მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია ეს გავანაწილო, მე ჩემი გეგმები მაქვს, მაგრამ მე არ მაინტერესებს. განა არ ვიცი, რომ მე უნდა ვცნო სულიერი პასუხისმგებლობა. ვიცი, მაგრამ ჩემი გასწრებას ავითარეს. ვიცი რო უნდა ვცნო, მაგრამ მიზეზი მაქვს. და ვასწრებ და ვეჯახები. ღმერთო, რატო? და იმით მე ერთ პასუხი, იმიტომ. რომ ღმერთს ყავს სულიერი პასუხისმგებლობა დაყენებული. მათგან უნდა გამოვიდეს. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. სულიერი ავტორიტეტის ცნობა და აღიარება. ეს ძალიან დიდი რაღაც არის. ეს სიფაქიზე არის სულში. სიფაქიზე სულში. და მეგობრებო, მერწმუნეთ, ღმერთი ძალიან აფასებს ამ სიფაქიზეს სულში. რო ცნო სულიერი ავტორიტეტი. მეფე, რომელიც მართავდა სახელმწიფოს, მეფე, რომელმაც პატარა, ყველასაგან დაჩაგრული სახელმწიფო, ზე სახელმწიფო დაქცია, ყველას ეშინოდა მისი. და ვიღაცა მღვდელი დგას და უსწორებს. გაწია მღვდელი გვერდზე. ბიჭო, ყველაფერს მართავდა, შენ ვიღაგდიხარ, ვერ გავიგე. და უხეშობა გამოიჩინა სულში. მღვდელი გაწია გვერდზე და უთხრა, სულ არ მჭირდება შენი მსხვერპლ შეწირვა, მე თვითონ შევწირავ მსხვერპლს. აი ზუსტად ეს არის უხეშობა სულში და სულიერი ავტორიტეტის არაღიარება. თემა, რასაც დღეს მინდა შევეხო, არის ცენტრი. ქრისტეცენტრიზმის ერთ-ერთი კიდე მთავარი ცენტრი. და რა არის ეს იცით? ხშირად ადამიანები ამბობენ, მე ვარ მთავარი. ხშირად ადამიანები ამას ამბობენ. იცი, არის ესეთი შეხედულება, არის ასეთი თეოლოგია. მაგალითად ამბობენ, ჩვენ არ გვჭირდება თეოლოგია, სადაც ქრისტე არის ცენტრი. ჩვენ გვჭირდება თეოლოგია, სადაც ადამიანია ცენტრი. დღეს ეს თეოლოგიაში ისმის ეს თეზისები. იცი, ქრისტეცენტრიზმიდან გადადიან ადამიანზე. იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია. იმიტომ რომ ღმერთმა შეგვიყვარა. და ერთხელ მარტინ ლუთერმა თქვა და ეს სიტყვა დამახინჯდა დღეს და კნინობითი ფორმით ისწავლება. მარტინ ლუთერმა თქვა, რომ მე ვარ ადამიანი და არაფერი ადამიანური არ არის ჩემთვის უცხო. და ამათმა უკვე ასე თარგმნეს, მე ვარ ადამიანი და ყველაფერი ადამიანური მისაღებია. ნორმალურია. ყველაფერი ადამიანური ნორმალური არ არის. მერწმუნედ თუ არ არის შემაკავებელი რაღაცეები, ადამიანი ველური ხდება. ყველაფრის აზროვნების ცენტრი ეს არის ქრისტე. ქრისტე. როცა მე და ქრისტე როგორ ამბობს? ქრისტე როგორ უყურებს? როცა ჩემ აზროვნებაზე უარი ვთქვი და მის აზროვნებაზე გადავერთე, ჩემსაზე უარი ვთქვი და მასზე გადავერთე, აი ამას ქვია ქრისტეცენტრიზმი. როცა ყველაფრის აზროვნების ცენტრში ქრისტე არის, როცა ცხოვრებაში ქრისტე არის, ოჯახში ქრისტე არის, პოლიტიკაში ქრისტე არის, როცა ყველგან ქრისტე არის. ეს არის ქრისტეცენტრიზმი. მერწმუნედ. ქრისტეცენტრიზმი ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ქრისტეს სიტყვა
ის ხდება ავტორიტეტი. იმის ქვეშ ლაგდება რაღაცეები. გასაგებია? ეხლა ნახეთ, ქრისტეცენტრიზმში მეგობრებო, არის ერთი ღერძი, რომელიცთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტესთვის. ეს არის სხეული. ზიარებაზედაც კი წმინდა მოციქული პავლე, ეს არის პირველი კორინთელების მე-11 თავი 23 მუხლიდან ქვევით, წმინდა მოციქული პავლე ამბობს, მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენ გადმოგეცითო, რომ უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური, გატეხა, მიაწოდა და უთხრა, მიიღეთ ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის დამტრეული და ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონდრათო. მე აიღო სასმისი, აკურთხა, ასევე მიაწოდა და უთხრა, ეს არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში და როცა ამ პურს ჭამთ და როცა ამ სასმისს დალევთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი ვიდრე მოვიდედოსო. მე ამბობს, ადამიანმაო დაუკვირდით, ჯერ თავი გამოსცადოსო, ასე წერია. რიტუალში კი არ მიიღოს მონაწილეობაო. ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ისე ჭამოს ამ პურიდან და დალიოს ამ სასმისიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ ამჩნევს რა ქრისტეს სხეულსო. თურმე დანაშაული ის არის, რომ ადამიანს სხეულს ვერ ხედავს. თავის თავს ხედავს. გასაგებია? ზოგი ამაში სულის განკურნებას ხედავს, ზოგი განწმენდას და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი თურმე ის არის, რომ სხეული უნდა დაინახო. და ზიარება სხეულთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი საშუალებაა. და თუ ამას ვერ სხეულს ვერ ხედავ, ზიარებასაც ასრია რა. გასაგებია? სხეული ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. მოდი ერთი მუხლი მინდა წაგიკითხოთ. ეფესელების წერილი გადაშალეთ. მოდი კოლასელების წერილი ჯერ. პირველი თავი. მე-12 მუხლიდან. რომ აზრი უფრო კარგად იყოს. მადლობდეთ მამას, პირველი თავის მე-12 მუხლიდან ქვევით. მადლობდეს მამას, რომელმაც წმინდა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგხადა სინათლეში, რადგან მან გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში. შემდეგ, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება, ვინც არის უხილავი ღვთის ხატება და მე წერია პირმშო ყოველი ქმნილებისა. ორიგინალური თარგმანი ამბობს ამ ადგილზე პროტოტოკოს, ანუ ყველაზე ადრე დაბადებულს. რუსული თარგმანი თარგმნის ასე, რождённый прежде всякой твари, რომელიც დაბადებულია ყველა ქმნილებაზე ადრეო. გასაგებია? მე ამაზე არ ვაპირებ ხაზგასმას, ეს ტერმინი რას ნიშნავს, ახლა ეს თეოლოგიის საკითხია. მე ნახეთ, ვინც არის უხილავი ღვთის ხატება პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი ცაში, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი, ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას. ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესია. ის არის დასაბამი პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში. აი ეს არის მეგობრებო ქრისტეცენტრიზმი. მაგრამ თუ ხედავთ ქრისტეცენტრიზმში მთავარი რაღაც ეს სხეულია. ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა, დიდება უფალს. ასე რომ, იცით, ჩვენ როცა აქ ვიკრიბებით, როცა ღმერთმა შემოჰკრიბა აქ, როცა ჩვენი დახსნა მოხდა, როცა ჩვენი გამოსყიდვა მოხდა, როცა ჩვენი გადარჩენა მოხდა, კითხვა რისთვის? რისთვის მოხდა ჩემი გადარჩენა? რისთვის იყო ძვირფასი სისხლი გადახდილი? რისთვის იყო ამხელა ფასი გადახდილი? რისთვის იყო ქრისტეს ჯვარცმა? რატომ მოხდა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ განთავისუფლებულმა უფრო კარგად ვცოდო? იმისთვის რომ თავისუფლად ვიგრძნო თავი? იცით, ღმერთმა ჩემი გამოსყიდვა და ჩემი გადარჩენა მოხდა იმისთვის, რომ ღმერთი მხედავს თავის სხეულში. მოდი ახლა გადავიდეთ რომაელთა წერილში. რომაელების მე-12 თავის მე-4 მუხლიდან. თუ პირველი მუხლიდან წაიკითხავთ, ნახეთ აქ ძალიან კარგად წერია. ამრიგად შეგონებ ძმებო ღმერთის მოწყალებით, რომ უძღვნათ თქვენი სხეულები. ნახეთ. ცოცხალ და წმინდა ღმერთისათვის სასულიერო მსხვერპლად
რაც თქვენი გონივრული მსახურება იქნება. მე წერია ნუ დაემსგავსებით წუთისოფელს, მეორე მუხლი ამბობს, არამედ შეიცვალენით გონების განახლებით. რათა შეიცნოთ რა არის ღმერთის ნება. ღმერთის ნებას წამოწოლილი რო ხარ და სერიალს უყურებ, მაშინ რთულია ღმერთის ნების გაგება. მაგრამ თუ შენ თავს მიუძღვნი ღმერთს, ცოცხალ მსხვერპლად, მიძღვნა იცი რას ნიშნავს? თუ ღმერთს მიუძღვენი, ღმერთმა თვითონ იცის როგორ გამოიყენებს. ამენ. რათა შეიცნოთ რა არის ღმერთის ნება, კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. მერე მესამე მუხლი, ნახეთ? ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნებით ყოველ თქვენთაგანს. თქვენ თავზე იმეზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ. არამედ იფიქრეთ თავდაბლურად, რწმენის საზომით. ღმერთმა რომ გაგინაწილათ ყოველ თქვენთაგანს. თუ გონია რომ ჩემზეა რაღაცეები დამოკიდებული, ან შენზეა რაღაცეები დამოკიდებული, ძალიან ცდები. რო არ ყოფილიყო ღმერთი, რომ ისი მადლი არ ყოფილიყო. რისი გამკეთებლები ვიყავით. მაგრამ მან შეგვაძლებინა. პავლე მოციქული ამბობს, იცი, ღმერთს არ ყავს ვარსკვლავები, არ ჭირდება ღმერთს ვარსკვლავები. თქვენ თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ. ღმერთს უნდა ერთი რაღაც. შენება. ქრისტემ თქვა, მე შევქმნი ჩემს ეკლესიას. ზოგიერთი თარგმანი ამბობს, მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაძლევს მას. იცი, ღმერთმა რო დაგვიძახა, მოგვიწოდა, აქ რო ვართ დღეს და ეკლესიად ვართ შეკრებილი, ღმერთს უნდა რომ მონაწილე იყო მშენებლობის, რომელსაც ქვია სხეულის მშენებლობა. რომელსაც ქვია სხეულის მშენებლობა. პირველი პეტრეს წერილი, მეორე თავის მეხუთე მუხლი. აიღეთ ეს მუხლი, საზეპირო მუხლია და მოდი ზეპირად ვიცოდეთ ეს მუხლი. ნახეთ. პირველი პეტრეს მეორე თავის მეხუთე მუხლში წერია და თქვენს აშენდით. მოდი გაიმეორე ეს სიტყვა. და თქვენს აშენდით. აგაშენებთ ვინმე, ასე კი არ წერია. შენ აშენდიო. ანუ შენ იყავი მშენებელი. შენ უნდა დაიწყო ეს მშენებლობა. და თქვენს აშენდით. და თქვენს აშენდით ცოცხალი ქვებივით, სულიერ სახლად, წმინდა სამღვდელოებად, სულიერ მსხვერპლთა შესაწირავად, სასურველს ღმერთისა და იესო ქრისტეს საშუალებით. დიდება უფალს. აშენდი რას ნიშნავს? მე უნდა ვემსახურებოდეს სხეულის აღმშენებლობას. მე ხელს უნდა უწყობდე სხეულის აღმშენებლობას. სხვათა შორის მეგობრებო, არსებობს ერთი დაავადება. ერთი ვერაგი დაავადება, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დამას ეძახიან კიბოს, სიმსივნე. სინამდვილეში იცით ეს რა არის? სინამდვილეში იცით ეს რა არის? ეს არის უჯრედი, ჩვეულებრივი უჯრედი, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რომელმაც გადაწყვიტა არ დაემორჩილოს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რომელმაც გადაწყვიტა რომ არ ეკუთვნის ამ სხეულს. ის არის სხეულში უცხო სხეული და იწყებს სხეულის მიმაგრებული სხეულისგან დამოუკიდებლად განვითარებას. და როგორც კი გაიზრდება, სხვა უჯრედების ჭამას იწყებს. სხვა უჯრედების განადგურებას იწყებს. და ეს იწვევს ლეტალურ შედეგს საბოლოო ჯამში. თუ არის ფიზიკურ სხეულში კიბო, სულშიდაც არსებობს კიბო. და ეს იცი საიდან იწყება? ხელისაქმნებიდან, რაც ეხან ვილაპარაკე. იცი, ყველაზე რთული მეგობრებო, მერწმუნე სხეულის აღმშენებლობაში ეს სხვისი აშენება არ არის. პეტრე მოციქული არ ამბობს ააშენე სხვებიო. რას ამბობს? წეხან გაგამეორებინეთ. რაკენითო? აშენდითო. ანუ ჩემი თავი უნდა ავაშენო. რაში უნდა ავაშენო? იცი მსახურებაში დგომა არ არის რთული. საქმის კეთება არ არის რთული. ბოლო ოფლის წვეთამდე საქმის კეთებაც არ არის რთული.
იცი რა არის რთული? ერთგული დარჩე ბოლომდე მსახურებაში. ეს ნამდვილად რთულია. გასაგებია? გაუძლო ყველა განსაცდელს. სინამდვილეში ყველაზე რთული ჩემი ხასიათის ფორმირებაა. სინამდვილეში ყველაზე რთული ჩემი თავის ფორმირებაა, ჩემი თავის აშენება. მე თუ ავშენდები, იცი? ხშირად მინახავს. ადამიანები ეძებენ სამართლიანობას. მე მართალი ვარ, სამართალი. თუ ჩემი სამართალი სხეულის აღშენებლობას არ ემსახურება, ის არ არის სამართალი. იმიტომ რომ ღმერთის აზროვნების ცენტრში ეს სხეულია. ქრისტეს სხეულია. იცი ჩემს სხეულს აქვს საჭიროებები. მე მაქვს საჭიროებები. მე მჭირდება ჭამა, მე მჭირდება დალევა, მე მჭირდება ჰიგიენა, ჩაცმა. ქრისტეს სხეულსაც აქვს საჭიროებები. და შენ მე ჩვენ ყველანი სხეულს უნდა ვხედავდეთ. კიდე ერთხელ ვამბობ. არის ეშმაკს უყვარს ვარსკვლავების გამოყოფა, ვერ გაფასებენ. ეშმაკს უყვარს საკუთარი თავი დაგანახოს ისე რომ შენ განსაკუთრება, აი შენ რო არ იყო. მე ღმერთს რა თქმა უნდა ჩვენ მჭირდებით. იმიტომ რომ მოწოდებული მსახურები ვართ, მაგრამ ჩვენ მოწოდებული ვართ სხეულში და არა ვარსკვლავად. რამდენიმე მუხლი უნდა წაგიკითხოთ მეგობრებო. ეფესელების მეორე თავის 19:22 მუხლები. მოინიშნეთ ეს მუხლები. მაშასადამე თქვენ აღარ ახართ ხიზნები, უცხონი, არამედ წმინდანთა თანამოქალაქენი, ღვთის სახლეულნი, შენდებით რა, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც ქრისტე იესო ქვაკუთხედია, გახსოვთ წინამსახურებაზე ვილაპარაკე, საფუძველზე. და ჩვენ ამაზე ვშენდებით, ოღონდ შენდებით სხეულად. ინდივიდუალურზე არ არის აქ ლაპარაკი, აქ სხეულზეა ლაპარაკი. რომელზეც მთელი შენობა ერთად შერწყმული, აი ეს თარგმანი ამბობს შენაწევრებულიო. დაუკვირდით ამას. მე მინდა ხაზი გაუსვა და ყურადღება მიაქციოთ. ხაზი გაუსვა და ყურადღება მიაქციოთ სიტყვა შერწყმული ან შენაწევრებული. კიდე ერთხელ წავიკითხავ. რომელზეც მთელი შენობა ერთად შერწყმული იზრდება წმინდა ტაძრად უფალში, რომელშიც თქვენ შენდებით რა, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში. შერწყმა, შენაწევრება, ეს რას ნიშნავს? დაკავშირებას, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირებით დაკავშირებას. როგორ არის ჩვენი ორგანოები ერთმანეთთან დაკავშირებული? ესე მიდგმულია ერთმანეთზე? მოაძრობ ვერავინ ვერ გაიგებს. იცი, ეს ორი დინამიკი ახლოს დგას ერთმანეთთან. ერთს წაიღებ, იმას არაფერი არ მოუვა. მაგრამ ჩვენი სხეული ასე არ არის, შენაწევრებულია, შეკავშირებულია, შერწყმულია, ერთმანეთისგან მოშორება მტკივნეულია. ხელი რომ ვინმე მომაგლიჯოს, მე ძალიან მეტკინება, სხეულს ეთკინება. მაგრამ სამწუხაროდ არიან ადამიანები, საკუთარ თავს ხედავენ, სხეულს სხეულის ტკივილს კი არ განიცდიან. ოღონდ მე ვიყო კარგად, მაგრამ მოდი ვიგრძნოთ ქრისტეს სხეული, იმიტომ რომ ის შენაწევრებულია. მეგობრებო, როცა რაღაცას აშენებთ, მამაკაცები ხართ აქ და ბევრს შეიძლება ბლოკი და აგური დაგიდევთ ერთმანეთზე. ბლოკები ესე რომ დაალაგო ერთმანეთზე, ის შენობა დაინგრევა. ბლოკებს როცა აშენებენ, ესე აშენებენ. ამას ქვია გადაკეტვის პრინციპი. დაბლა დადებული ბლოკს, მაღლა დადებული ბლოკი კეტავს, რომ გადაგდების საშუალება არ მისცეს. ამას გადაკეტვა ქვია. და იმ კედელს აღარ აქვს საშუალება, რომ ის ერთი მეორე უჭირავს. ღმერთმა მოგვიწოდა მე და შენ ავშენდეთ სულიერ სახლად. ერთმანეთი დავიჭიროთ. ერთმანეთი შევაკაოთ, ერთმანეთი დავიჭიროთ, ერთმანეთს მოვემსახუროთ. ქრისტე შეეძლო ყველასთვის დაებრუნებინა ხურდა. მაგრამ ის შენდებოდა. ვისწავლოთ აშენება. დანგრევა ძალიან ადვილია. ჩვენ ხშირად იმას უსმენთ, ვინც დამანგრეველია. არ უსმენთ იმას, ვინც გვაშენებს. კიდევ ერთი მუხლი დავამთავრებთ.
ამის მსგავსი. ეფესელების 4:14-16 მუხლები. რათა აღარ ვიყოთ ბალღები. აი ბალღობა არის ზუსტად როცა ჩემ თავზე ხვდები ორიენტირებული. პეტრეს გააფრთხილა, ღმერთმა პეტრეს უთხრა. მწყემსეთო, რა მწყემსეთო? შენი ფარაო? ჩემი ფარაო. ჩემი ფარა მწყემსეო. რატო უმწყემსოთ პავლემ თქვა, თქვენს ეკლესიასო? ღმერთის ეკლესიასო, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა, ეფესელების 4:28. აქაც ნახეთ. რათა აღარ იყოთ ბალღები, რომელთაც არ ყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი, ადამიანთა ცხოვრების სტუნების მზაკრული ხელოვნებით, არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით თქმელნი ყველაფერში ვიზრდებოდეთ, მის მიმართ ვინც არის თავი, ქრისტე, ვის მიერაც მთელი სხეული ერთად, აქაც არის სიტყვა შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრებით, რომლითაც არის აღჭურვილი სხეულის თითეული ასო სათანადო მოქმედებით, ახორციელებს სხეულის ზრდას, თავის სიყვარულში ახსაშენებლად. დაიმახსოვრეთ ეს მუხლი და სახში კარგად წაიკითხეთ. ეფესელების 4:14-16. აქ ზუსტად დაკავშირებაზე არის. მეგობარო, ჩემო დაო, ჩემო ძმაო. თუ ჩემი ცხოვრება შენთან შეკავშირებას არ ემსახურება, შეიძლება მე მართალიც ვიყო შენთან მიმართებაში. სამდე მართალი ვიყო შენთან მიმართებაში. მაგრამ თუ ჩემი მოქმედება შენთან გათიშვას ემსახურება, ფრთხილად იყავი წერილთან დამოკიდებულებაში. მე უნდა ვიყო ფრთხილად წერილთან დამოკიდებულებაში. შეიძლება შენ ობიექტური მიზეზი გაქვს, მე ობიექტური მიზეზი მაქვს. თუ შენი მოქმედება არ ემსახურება სხეულის შენაწევრებას, ფრთხილად იყავი. ბოდიშით არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ გაფრთხილებთ. ჩემ თავს ვაფრთხილებ. ფრთხილად იყავი, შმაგი კიბოთ არ გადაიქცე. ფრთხილად იყავი. უცხო სხეულად არ გადაიქცე. ამიტომ სხეულის თემა მეგობრებო, თითქოს ყველამ ვიცით. თითქოს ვიმეორებ, ჩვენ ასუები ვართ ერთმანეთისთვის. ჩემსავით რო იქცეოდნენ ჩემი ასუები, ხო დაიტანჯა ჩემი სხეული. წარმოგიდგენიათ? ხო ტკივილით იქნება სავსე მთელი სხეული. მაგრამ ადლობა ღმერთს, რომ ჩვენი სხეული ღმერთის კანონებს ემორჩილება. და ჩვენი ასუები ჩვენსავით არ თვითნებობენ. ასე რომ მეგობრებო, უამრავი გარჩევა მინახავს. უამრავი მართალი ადამიანი მინახავს. მაგრამ თუ შენ ქრისტეს სიმართლით ხარ მართალი და მე ქრისტეს სიმართლით ვარ მართალი, მე შეკავშირებისკენ წავალ. მე დათოსთან გათიშვას კი არა, ძმობის ძებნას დავიწყებ. შერწყმას დავიწყებ მისაზროვნებაში. მე კი არ ვეცდები, რომ ჩემი აზრები მოვახვიო თავს. ვეცდები მისიც გავიგო და ჩემიც გავაგებინო. რომ ჩვენი შეკავშირება მოხდეს. ურღვევი კავშირებით რო შეგვაკავშიროს ღმერთმა. გამოცხადება ქრისტეს სხეულზე. ამენ.